ნებისმიერ ომს აქვს თავისი როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ამოცანა და შესაბამისად მათი შესრულება ან ვერ შესრულება შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად ომის მდგომარეობის აღსაწერად. პოლიტიკური ამოცანები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც გაცხადებულ დონეზევე ჰქონდა თავიდანვე, იყო გასაგებია, რომ ეს იყო ურანის გამოტანა, ეს იყო ბირთვულ შეიარაღებაზე მუშაობის აბსოლუტური შეწყვეტა და ეს იყო რეჟიმის კოლაბორაცია, გახსნა როგორც ვენესუელას სცენარი ვიხილეთ, რაც მოგვიანებით დაადასტურა ბატონმა ამერიკის პრეზიდენტმა, ან მეორე ვარიანტი ეს იქნებოდა რეჟიმის სრული ცვლილება. ამას დაემატა მოგვიანებით ჰორმუზის სრუტის გახსნა და მისი კონტროლი. იმიტომ რომ ეს კარგად ჩანს, რომ ვინც აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, რეალურად იმას აქვს უზარმაზარი პოლიტიკური ძალაუფლება რეგიონში. ჯერჯერობით ამ პოლიტიკური ამოცანებიდან არც ერთი შესრულებული არ არის. რაც შეეხება სამხედრო ამოცანას. სამხედრო ამოცანა იყო თავიდანვე ნათელია, რომ უნდა ყოფილიყო ირანის საჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სრული განადგურება, რაც შესრულდა და სხვადასხვა ეს მიანიშნებს იმ უხარისხობაზე, რაც რუსულ შეერაღებას ჰქონდა და ჩინურ შეერაღებას აქვს და შესაბამისად დასკვნებს გამოიტანენ პეკინსა და მოსკოვში ამაზე აუცილებლად. ეს არა მარტო გამოჩნდა ირანში, არამედ ვენესუელაშიც ვიხილეთ ეს ძალიან ეფექტურად და კარგად. და მეორე ასევე გამოჩნდა ესეც, რომ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწია არა მხოლოდ სამხედრო საჰაერო და საზღვაო უპირატესობას, რაც ომის კრიტიკული მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ სრულ დომინაციას, რაც უიშვიათესი მოვლენაა ომში. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის სამხედრო მთავარ დოქტრინაში უდევს, რომ უნდა ჰქონდეს სამხედრო დომინაცია, მაგრამ მისი რეალობაში მიღწევა არის ძალიან რთული. მაგრამ ასევე მივედით იმ ფაქტამდე, რა ფაქტიც ასევე თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეუძლებელია რეჟიმის სრული შეცვლა და სრული დაჩოქება მხოლოდ საჰაერო იერიშებით. ანუ ეს თავიდანვე ნათელი იყო, რა მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტი არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდოდა თავისი პოლიტიკური მიზნის მიღწევა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაჩოქება აი ამ მასირებული საჰაერო კამპანიებით და სხვადასხვა მაშინ ნათელი იყო, რომ აი ჯერ კიდევ ხოშიმინის მერე აქვს ნათქვამი რა ჩრდილოეთ ვიეტნამის ლიდერს, რომ კიო ეს ძალიან დიდი კრიტიკული ესე თქვა დაბომბვა იყო და ცოტაც თუ გაგეგრძელებინათ შეიძლება რაღაც დონეზე კოლაბორაციაში შემოსულიყავით დათმობებზეო, მაგრამ რეჟიმის ცვლილება მაშინაც არ განიხილებოდა. ანუ ეს არის მთელი პრობლემა, რომ ეს მოდირი იკითხებოდა გარკვეულწილად, რომ შეიძლება ამ გზით შევცვალოთ რეჟიმი. უფრო იყო ის საჰაერო გზით, ანუ სამხედრო, ასე ვთქვათ, სახმელეთო კომპონენტის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ის რეჟიმის ცვლილების კომპონენტი მაინც და მაინც პრიორიტეტი A არ ყოფილა. ეს იყო უფრო პრიორიტეტი B, C, D კარგ ვარიანტებში. პრიორიტეტი A და მიაჩნდათ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე რეალისტური სცენარი, იქნებოდა, რომ აიათოლა ხამენეი მოკვდებოდა და სხვა ნებისმიერ კოლაბორაციას შემოვიდოდა. იმიტომ რომ როცა აღარ ყავს აიათოლა და არა მარტო ესე ვთქვათ სულიერი ლიდერი და არა და მისი მთელი ეს ელიტა, მათ შორის თავდაცვის მინისტრი მკვდარია, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დიდი ნაწილი გაანადგურებულია. 6000 ადამიანზე გვაქვს საუბარი დაახლოებით 150,000 ადამიანიდან, მაგრამ ეს 6000 ელიტა, ანუ ელიტის ნაწილების გაანადგურება, მიფიქრა, რომ ეს იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ეგრე არ მუშაობს. იმიტომ რომ სხვანაირად შეხედეთ რა, ყოველი შემდგომი ადამიანი, როდესაც მოდის წინა სიკვდილის შემდეგ, მას ორი ამბავი. პირველი, კითხულობს რა მოვიდა ჩემ წინ ყოფს და ამის ამბავში ეშინია, რა თქმა უნდა ეგრეა, მაგრამ მეორე კითხვასაც ვამს რა მჭირდება ლეგიტიმაციისათვის. ლეგიტიმაციის უჭირდება მასობის გაგრძელება. იმიტომ რომ თუ კი კოლაბორაცია შეხვალ შენ აღმოჩნდები როგორც დამარცხებული ფიგურა.